ქალი დამშორდა, მე შევაგდე იგნორში, გამოვიდა იგნორიდან, მაგრამ მე ჩავაფლავე. ამ შემთხვევაში კიდევ თუ იმუშავებს ტოტალური იგნორი, ეს არის ყველაზე პოპულარული კითხვა იგნორის შესახებ. მოდით ორი სიტყვით და გასაგებად გიპასუხებთ. თუ შენ რაიმე კატასტროფული შეცდომა არ დაგიშვია და ქალმა მიგატოვა, 98% შემთხვევაში ეგ ქალი არის პრობლემური ტიპაჟი. მას სჭირდება კონკრეტული სასიამოვნო და ზოგჯერ უსიამოვნო ემოციების მიღება შენგან, რომ მისი შენდამი შეყვარებულობის მექანიზმი იყოს მწყობრში. შენი ქცევის მოდელი აღარ იწვევდა მასში შეყვარებულობას და ამიტომ სინამდვილეში რეალური კავშირის არ მქონე და რაღაც აბსტრაქტული თემების გამო ჩხუბობდით და ბოლოს დაშორდით. შენ შეაგდე იგნორში, სადაც მან გარკვეული სტადიები უნდა გაიაროს. იგნორის შემდეგ თუ თქვენ ისევ დაშორდით, მან შეიძლება იყოს სამი მიზეზი. პირველი და ყველაზე პოპულარული მიზეზი, ის არ გამოცხვა იგნორში, არ მივიდა ბოლო სტადიამდე, სადაც ემოციურ მონანიებას განიცდის და შენ ნაადრევად გამოიყვანე. შედეგად მიიღო თავისი დახურა გეშტალტი და წავიდა თავის გზაზე. მეორე მიზეზი, ქალი გამოცხვა, მაგრამ შენ არ გაერკვია მის ტიპაჟში და არ გადააფასე შენში ღირებულებათა პრიორიტეტები. შედეგად გამზადებული ქალის სწორველსებზე ვერ დასვი და შინაარსობრივად იგივე სცენარი დატრიალდა, ოღონდ სხვა სათაურითა და ქავერით. მესამე მიზეზი კი ის არის, რომ ქალი არის ზედმეტად პრობლემური და მისი სწორველსებზე დასმა ხერხდება მხოლოდ დროებით, რაც პირადად შენთან კავშირში არ არის. კონკრეტულად მაგ ქალს გრძელვადიანი ჰარმონიული ურთიერთობა ვერავისთან ვერ ექნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს რაღაც შეცდომა, რადგან დაშორება არასდროს არის შემთხვევითი. აბსოლუტურად ყოველთვის მიზეზშედეგობრივად ახსნადია. თუ თქვენ დაშორდით, ესე იგი იყო შეცდომა და დიდი ალბათობით არაერთი. თუ შენ პრობლემის აღმოჩენა ფეხებზე გკიდია და უბრალოდ მისი დაბრუნება გინდა, რომ აღიდგინო შენი ჰორმონალური ბალანსი, რადგან უბრალოდ ცუდად გრძნობ თავს და აღარ გინდა რომ ცუდად იგრძნო, მაშინ შენ ვერასდროს გამოგივა ნორმალური ურთიერთობის შენება. თუ გინდა 7 ჯერ შეაგდე ქალი იგნორში და 7-ვე გამოვიდეს, მაინც არაფერი კარგი მაგ ისტორიიდან არ გამოვა, რადგან შენ უბრალოდ შენს პერსონალურ კომფორტზე ფიქრობ, შენ სუბიექტურ ემოციებზე ხარ დამოკიდებული და ობიექტური რეალობის შემეცნება არ გაინტერესებს. შენ უბრალოდ იმ ტკივილის შეჩერება გინდა, რომელსაც განიცდი. ტკივილი არის შენი ცვლილების ინდიკატორი. სანამ შენ გტკივა, ჯობია საერთოდ არც დაბრუნდეს ეგ ქალი, რადგან შენი ცვლილების პროცესი შეჩერდება და თავისთავად მალევე ისევ დაშორდებით. ზუსტად ამიტომ, სანამ შენ არ მიიღებ შენთვის განკუთვნილ ტკივილს, სანამ არ შეიცვლები, სანამ არ გადააფასებ ღირებულებებს, მანამდე არაფერი კარგი არ გამოვა. და ზუსტად ამიტომ, ქალის მეშვეობით კი არა, ქალის გარეშე უნდა აღიდგინო შენი ჰორმონალური ბალანსი. უნდა გადააწყო შენი თავი და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებს სწორი დასკვნების გამოტანას და სწორი ნაბიჯების გადადგმას.